გამარჯობა მეგობრებო. დღეს დავბრუნდით უკვე მეორე ვიდეოთი, რომელზეც როგორც მანამდე მოგახსენეთ, იქნება თემატური უკვე დავიწროვებული კონკრეტულად ერთ საკითხზე, რომელსაც კითხულობთ კიდევაც ეკრანზე. ვეცდები რომ იყოს სახალისო, რა თქმა უნდა, მივიღებ რჩევებს ყველაფერთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანია რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად საინტერესო იყო, რამდენი გამოიცანით, რომელი მინიშნება იყოს ზედმეტად მარტივი, რომელი იყო საერთოდ რომ არ იყო კავშირში და ვერ დააკავშირეთ. მოკლედ ამ ყველაფერზე მივიღებ რჩევებს. ჩემს 43-ვე subscriber-ს ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ყველაფრისთვის აუცილებლად გადავიღებ special videos 154 subscriber-ზე, shorts მაინც. და მოგახსენებთ ჩემს ბედნიერებებზე ყველაფერს აბსოლუტურად. იმიტომ რომ ძალიან მიხარია და ძალიან დიდი мотиваცია მაქვს, რა თქმა უნდა. გამიხარდება თქვენი აქტიურობა, გამიხარდება ჩართულობა, ის ზუსტად ვიცი რომ საკმაოდ აზარტულია და საკმაოდ ჩამთრევია ეს ყველაფერი და მოდით იწყოთ დაგვრჩენია რომ ნელ-ნელა დავიწყოთ თვითონ ჩვენი კვიზი და მივაქციოთ ყურადღება დეტალებს როგორც გითხარით. არც ერთი ფოტო არ არის ტყუილად და შემთხვევით მოხვედრილი ფოტოებზე, კვიზებზე. რამდის გამოიცნოთ და ჩელენჯოთ თქვენი თავი და თქვენი მეგობრები. დავიწყოთ. პირველი ფოტო. რა თქმა უნდა, წინადელისგან განსხვავებით, ახლა თქვენ უკვე მოგცემთ შანსს, რომ გქონდეთ დრო და არ ახსნის საერთოდ არაფერს. ყველაფერი იქნება დამოკიდებული თქვენს ინტუიციაზე, მახსოვრობაზე და ასევე იმაზე, რომ გქონდეთ ფილმი ნანახი, ან თუ არ გაქვთ ნანახი, რამით მაინც მიხვდეთ. პირველი ჩვენი ფილმი ალბათ უკვე გამოიცნობდით, ბევრი დეტალია ისეთი, რითიც გამოცნობა შეიძლება. გახლავთ, რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. ერთ-ერთი საკმაოდ სახალისო ფილმი, საკმაოდ კარგი, ესეთი მდიდარი კასტით შექმნილი და გადავიდეთ უკვე შემდეგ ფილმზე. აქ არ იქნება არც ერთი ისეთი ფილმი, რომელიც არ არის პოპულარული, ან რაღაც ისეთი. ყველა წესით უნდა გქონდეთ ნანახი და თუ რომელიმე არ გაქვთ, აუცილებლად უყურეთ. ძალიან მოგეწონებათ. შემდეგი ფილმი გახლავთ ასევე საკმაოდ გასართობი და ასევე ისეთი მსახიობებისგან დაკომპლექტებული, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში არიან და ესეთი მეტგრად უჭირავთ ადგილი. მოგცემთ ასევე დროს და ამ ასობაში გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ ჩაერთოთ მაქსიმალურად, დაგვირდეთ დეტალებს, რა იქნება, როგორ იქნება და ჩალენჯეთ თქვენი მეგობრები, რამდენს აჯობებთ. მაგალითად, ვინ რამდენს გამოიცნობს და ასე შემდეგ. დამიწერეთ ყველაფერი. ეს ფილმი გახლავთ თოჯინები იცინიან. არ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც ძალიან ძნელი გამოსაცნობი იყო, თუმცა ისეთია რა, მაინც აი გინდა რომ მეტი იყოს, მეტში ჩაერთო, მეტი გამოიცნო და გამოსცადეთ საკუთარი ცოდნა, ინტუიციაც ამასობაში და გადავიდეთ შემდეგ ფილმზე. ეს ფილმიც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფილმია. ქართული ფილმია, რა თქმა უნდა, და მე ძალიან მიყვარს. პრინციპში, ანუ ეს 10 ფილმი, რომელიც დღეისთვის შევარჩიე, არის რაღაც მხრივ ჩემი ფავორიტი. არის გეგმა რომ გავაკეთო ამავე სტილის ქართულ ფილმებზე უკვე მეორე ნაწილი, ოღონდ ჯერჯერობით არა, იმიტომ რომ ჯერჯერობით რაღაცა შერეული მინდა რომ იყოს სხვადასხვა თემატიკებზე მორგებული და სხვადასხვა ინტერესებზე გათვლილი. ამასობაში უკვე უნდა მიმხდარიყავით წესით რა ფილმზე არის საუბარი, ეს ფილმი გახლავთ რაჭა ჩემი სიყვარული, სადაც მოკლედ ძალიან ბევრი სახალისო მომენტია და ძალიან მაგარი ფილმია. კიდევ, რა ვიცი, ვინმე თუ ხართ, ისეთ ვისაც არ გინახავთ, ნახეთ აუცილებლად და ძალიან გაერთობით.
შემდეგი ფილმი მე ვიტყოდი, რომ არის ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო ქართული ფილმი, ბევრი გაგებით, ოღონდ შეიძლება რომ შევიმეკავათოთ, იმიტომ რომ ბევრი ქართული ფილმი არის ძალიან მაგარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ არის მართლა all-star მსახიობების და საშემსრულებლო ძალიან მაღალი ოსტატობა. ყველას მხრიდან, როგორც ცეკვაში, სიმღერაში, არტისტიზმში და არ ვიცი, ძალიან ბევრი მომენტი გამახსენდა ახლა ამ ფილმიდან. ამასობაში ეს დროს გავიდო და წესით და გეტყვით უკვე პასუხს, რომ ეს ფილმი გახლავთ ფერის უბნის მელოდიები. სავარაუდოდ მე ვფიქრობ ესე, რომ თქვენ როგორც კი შემდეგ ფილმზე გადავდივარ, აპაუზებთ, მე ესე გავაკეთებდი, თუ კი ერთმანეთს ეჯიბრებით, თუ არ ეჯიბრებით, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში, მაგრამ ცოტა მაინც ჭირდება დაფიქრება რა. და ისე მისვლა პასუხამდე. დამიწერეთ კომენტარებში აუცილებლად. გამოვიცანი ამდენი, ეს ვთქვათ, ამითი მივხვდი, ანუ როგორ წახვედი სწორ პასუხამდე, ესეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უკეთესი და უკეთესი გაკეთდეს ამ კუთხით ჩვენი ქვის ტესტები. შემდეგი ფილმი. ვერ ვიტყვი რომ თქვათ სახალისო ფილმია, მაგრამ ფილმია, რომელიც ალბათ ყველა თქვენგანს უნდა გქონდეთ ნანახი და ძალიან მნიშვნელოვანია ქართული იდენტობისთვის. არის ბევრი ისეთი მომენტი, რომელიც ფილმი რომ არ გქონდეს ნანახი, აუცილებლად გეცოდინებათ ისედაც. და პრინციპში ამ ფილმების უმეტესობას პრინციპში არ ჭირდება მართლა რომ გქონდეს ნანახი, რომ მიხვდე რაზეა საუბარი. იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც გვხვდება ხოლმე ესე თუ ისე ყველგან ამონარიდები ამ ფილმებიდან. ეს ფილმი გახლავთ ჯარისკაცის მამა. უკვე მიხვდებოდით, ამიტომაც გავაჟღერებ ხომაღლა და გადავალ უკვე შემდეგ ქვისზე. ეს ფილმი კი არის ნამდვილად სახალისო. თუმცა არის ესეთი ტენდენცია შემნიშნე საკუთარ თავთან, რომ რაღაცა საკამდე, როდესაც ამ ფილმს უყურებ, საერთოდ სხვანაირად აღიქვამ, უფრო მეტად სახალისოდ, მაგრამ რაღაც ასაკის მერე, როდესაც იზრდები, ის კომედიური ჟანრის ფილმები მთლად კომედიურად აღარ გეჩვენება, ისეთი ტიპის სევდა ნარევი მომენტები არის ხოლმე რა, ის ადამიანური ტკივილი და რაღაცები, რომ თლად ისე ვეღარ ხალისობ თითქოს როგორც მანამდე, თუმცა მაგარი ფილმია ძალიან და გირჩევთ რომ უყუროთ განსაკუთრებით ანუ ახალგაზრდა თაობას, რომელიც უკვე შეჩვეულია ძალიან მაღალი ხარისხის და მაღალი გრაფიკის მქონე ფილმებს. ძნელია ხოლმე ნახვა, ანუ იქ არ მიკვირს მე რო რაღაცა იძლის რო არჩევ რაღაცას, მაგრამ დამიჯერეთ რომ ღირს და ძალიან მაგრად გაერთობით არის უპირებელი იუმორი, ანუ ისეთი იუმორი, რომელიც დროს უძლებს და ყველაფერს უძლებს საერთოდ. ამიტომ ეს ფილმი გახლავთ ჩერეკილები. მიხვდებოდით უკვე იმდენი ხანია ვლაფარაკობ. შემდეგი ქართული ფილმი, რომელიც არის საკმაოდ საინტერესო, ისეთი მრავალმხრივი, ასევე ძალიან კარგი მსახიობებისგან დაკომპლექტებული, როგორც ყველა სხვა ფილმი, რაც აქამდე იყო და რაც შემდეგიც იქნება. დეტალებს თუ დააკვირდებით, ერთ-ერთი დეტალი მაინც გაგიყვანთ სწორ პასუხამდე რომელიმე. იქ ქვემოთ თეთრი ფონი არ გიქონოთ უბრალოდ რაღაცები ცოტა დავბლარე, რომ თქვა ძალიან მარტივი არ ყოფილა. მაგრამ სავარაუდოდ უკვე გეცოდინებათ თქვენ სწორი პასუხი და მეც გეტყვით, რომ ეს ფილმი არის თეთრი ბაირაღები. და გადავიდეთ შემდეგზე. ეს ფილმი შოთა რუსთაველი ცოტა დამაბნევად არის აქ, მაგრამ ვიცი რომ ჩემი მაყურებელი და ჩემი ადამიანები, რომლებიც აქ არიან და ახლა მიყურებენ და ცდილობენ რომ ეს გამოიცნონ რაზე ვსაუბრობ, მიხვდებიან რატომაც არის ამ ფოტოზე შოთა რუსთაველის ფოტო. მართალი ხართ, თქვენ ალბათ უკვე გამოიცანით, აქ საუბარია ფილმზე ჭრიჭინა და ეს გახლავთ ჩვენი შოთა, რომელზეც არის თქვენ მოკალით წერა თუ არ მოკალით წერაო. გადავიდეთ შემდეგზე. ხო ეს საკმაოდ სახალისო ფილმი, ასევე ძალიან მაგარი ფილმი და ისეთი მომენტები არის ამ ფილმში, რომ
რაც უფრო მეჯერ ნახავ, უფრო კარგად ხვდები იმას, რომ აი რამდენია ნაფიქრი რაღაც დეტალებზე და რა შეიძლება მოვიცნოთ, რა არის ჩადებული და როგორ შეიძლება მხატვრულად გადავიაზროთ სხვა მხრივ, აბსოლუტურად სხვა მხრივ. და ამასობაში გავიდოდა ის ჩვენი წარმოსახვეთი 10 წამი, როცა თქვენ ფიქრის დრო გაქვთ. ეს ფილმი გახლავთ ლონდრე. ძალიან მაგარი ფილმი და თუ არ გაქვთ თავისუფლად უყურეთ და დამიწერეთ კომენტარებში. არ მოგერიდოთ, არ დაიზაროთ, მე თვითონაც ეგეთ მახალისებს და ეს მიხარია. რითი მიხვდით, რომ ეს იყო ლონდრე, აი კონკრეტულად რომელი მინიშნებით. დღეისთვის უკვე ბოლო ფილმი, რომელიც გვექნება, ეს გახლავთ საკმაოდ საყვარელი, გასართობი, მრავალმხრივი ისეთი კაი ქართული ფილმი, რომლის ნახვაც აი ჩართულიც რომ იყოს, აუცილებლად გენდომებათ, რომ დაჯდეთ და კიდე ერთხელ უყუროთ და არ მოგბეზრდეთ. მიხვდით თქვენ სწორად გამოიცანით, ეს ფილმი არის სიყვარული ყველას უნდა. და რა მინდა გთხოვოთ, რომ რა თქმა უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი თუ კი მოგეწონათ. მოგცეთ რჩევები, მოგცეთ იდეები, თემები, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, რომელსაც უფრო მეტად ითამაშებდით, რომელიც არის იქნებოდა თქვენთვის მომნოსხალი და რომელიც მოგცემდა აზრს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მე გისურვებ წარმატებებს. ვეცდები რომ მალე დავდო შემდეგი ვიდეო. იმედი მაქვს გაგიხალისეთ ცოტა ხნით მაინც რამდენიმე წუთი და დამიწერეთ, აბა რამდენი გამოიცანით, რამდენი მოახერხეთ, რომ გამოგეცნოთ შემდეგ შეხვედრამდე გემშვიდობებით. აბა თქვენით.